სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ბიბლია ყოველდღე, მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა. სიცხვილი, ხო, პირველ რიგში და ადამიანები ამის გამო ვერ თუ არ მიდიან, ესე იგი, რას ვიტყვი მე, როდესაც მივალ იქ აღსარებაზე, ეკლესიაში, როდესაც შევალ ტაძარში, იქ ესე იგი ბევრი მამაო იქნება, ხალხი იქნება, ესე იგი ყველა შეფხედავს მე და ესე იგი აი ეს განცდა მეგობრებო, ეს მცდარი არის, ტყუილი არის და ესე იგი ეშმაკის ხაფანგში ვიმყოფებით ჩვენ. ზუსტად ეს უნდა ეშმაკს, რომ შენ არ მიხვიდე, აღსარებაზე არ ჩააბარო, როდესაც თვითონ უფალი ესე იგი ბძანებს ახარებაში, ხო, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში და რასაც გახსნილი. ანუ ეს ზუსტად არის, ხო, რომელიც მისცა ძალაუფლება, ესე იგი მოციქულებს, შემდეგ მოციქულებმა ხელი დაასხეს, ესე იგი ეპისკოპოსებს, პატრიარქებს, დიაყნებს და აი ესე მოდის დღეს. დღემდე ასე მოვიდა. ხო? მღვდელი არის მოწმე და ჩვენ არა მას ვაბარებთ აღსარებას, იქ უხილავად ესწრება, რა თქმა უნდა, ქრისტე. ანუ არ შეგეშინდეთ სიცხვილის, გესმით, იქ უფრო შეგწობათ მე. თუ აქ არ ჩავაბარეთ აღსარება და რა თქმა უნდა, გულწრფელად არ მოვინანიეთ. ამიტომ ეს ამ ვიდეოს თუ უყურებ, ესე იგი შენ გინდა რომ მიხვიდე, ჩააბარო აღსარება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მიდიხარ და სწორედ აი ეს ვიდეო შენ დაგეხმარება და მე გპირდები რომ აუცილებლად მიხვათ აღსარებაზე და მით უმეტეს ახლა აი მძიმე მარხვა არის და ძალიან გთხოვთ დაფიქრდით და აუცილებლად გესმით, აუცილებლად მიდით და გადადგეს ნაბიჯი, მერწმუნეთ რომ აი იტყვით რომ ესე იგი სად ვიყავი აქამდე. მეგობრებო, აქ ჩამოვწერეთ ჩვენთვის საკითხები რომ არ დამავიწყდეს და შემდეგ განვიხილოთ, ხო, ძალიან მოკლე, ყველაზე ესე თქვათ რაც აწუხებს ადამიანებს. ეხლა წესები როგორი არის? ეხლა წესი ასე თქვათ არ არსებობს, ხო? აღსარება ესე სწორი გზა, ხო, აი როგორ უნდა ეხლა ზოგი ადამიანი დგას, ზოგი ჯდება, ზოგი მუხმოდრეკით საუბრობს, ზოგი მიდის ანალოგიზის, მიდის ესე იგი სახარება არის, ჯვარი არის, გასაგებია ეს ყველაფერი, ზოგი ტირის, ზოგი არა, ესე იგი ზოგი ჩამოთვლის ცოდვებს, ზოგი რას ყვება ისტორიას, უბრალოდ ზოგი აი ყვება და ესე იგი ისეთი სინანული აქვს მაგას რომ აი მან რაც არ უნდა თქვას, ხო? უკვე ყოფნის ის რაც მას აქვს. ანუ ისეთი სინანული აქვს, ხო? გახსოვთ ავაზაკი მომიხსენიო დღეს უფალო რო უთხრა ქრისტეს, თხოვა, ხო? ანუ მან დაინახა თავისი ეს ბინძური თავისი ვინც არის სინამდვილეში, ვინც იყო და აი მან გადამწყვეტი მომენტია, ნახეთ, მან კი არ თქვა რომ აი შენთან ერთად მინდა ვიყო, ხო, ანუ მომიხსენიო. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ მას არ ქონდა იმედი რომ შევა სათასასუფეველში. მხოლოდ მომიხსენიო უფალს ეუნება. და ვის ეუნება, რომელიც გვერდზე არის ჯვარზე გაკრულია, ხო? წარმოიდგინეთ, როგორი პარადოქსია, რა ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ აღიარო ის, ვინც გვერდზე არის, წარმოიდგინეთ, ასისხლიანებული, ესე იგი, შეურაცხყოფელი, ხო, ეხლა წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა უფალი, ხო? ჯვარზე არის და როგორ ის რომ აღიარო შენ, ესე იგი ღვთისძე. წარმოიდგინეთ ეს აი რა ვიცი ეს ხო და აი ზუსტად აქ ხდება მართლაც ის ეგონება მას, ხო? კარგით, გადავხვიოთ ცოტა და ნახეთ, ხო და ანუ იმის თქმა მინდა რომ ხო აი ზოგი ადამიანი ესე იგი ნანობს, ხო, მას რაც უნდა თქვას, ხო? რა ვიცი ხა მას უფალი უყურებს პირველ რიგში არა ჩვენ თქვა სიტყვებს, იქ რაოდენობრივ ჩამოწერენ ხოლმე დღეს 2 და 3 ტომს ხოლმე. არა, გულს უყურებს უფალი, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი რომ ამა თუ იმ სოდოს აღარ გაიმეორებ.
ნუ რა თქმა უნდა მე ხლა აქ მაქვს მომაკვდინებელ ცოდვებზე საუბარი და ისეთ ცოდვებზე, ხლა თორე ყოველდღიურ ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცოდვებს ჩვენ ყოველთვის ჩავდივართ და იმიტომ ადამიანები ვართ, ჩვენ სუსტები ვართ, არ შეგვიძლია ვიღაცა არ განვიკითხოთ, არ საშინელება ისულის კიბო განკითხვა საერთოდ, მაგრამ იქ შეიძლება პირი რაღაცა გააჩუმო, ბაგეები ენა, მაგრამ გაიფიქრებ მაინც რაღაცას და უკვე ცოდვად გეძლება, ხო? თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი ესე იგი მე სუსტი ვარ და ესე იგი მაშინ უნდა ვწოდო და ხო არა, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის რომ ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ჩვენ სულიერ ომში ვიმყოფებით ყველანი, დავეცემით, უნდა ავდგეთ, დავეცემით, წამოდგომა და ასე შემდეგ, ხო? ადგომა წამოდგომა არ იქნებოდა თუ დაცემა არ იქნება, ხო? ამიტომ ესე ვთქვათ, უნდა ვებრძოლოთ, ხო? ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვიმყოფებით ყველანი სულიერ ომში. და შემთხვევით ამიტომ ვილოცოთ, ხო? უდიდესი იარაღი, რომელსაც აქ 2000 წელია წარმოიდგინეთ ეს ლოცვა, ხო? მოკლე ლოცვა. მოგვივა რამე ფიქრია, ესე იგი შემოგვივა, ეგრევე ვთქვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. დიდება შენ და უფალო, მადლობა ყველაფრისათვის. უფალო შემიწყალე მე და აი ესე სულ რა შემოგვივა მილიონჯერ გაიმეორე. შემოვა აზრი 10 მილიონჯერ გაიმეორეთ. 100 მილიონჯერ შემოვა, 101 მილიონჯერ გაიმეორეთ. გესმით? მხოლოდ აი ესე დაძლევთ. ეშმაკს და იმ შიშებს, შფოთებს და ასე შემდეგ. ეხლა შემდეგი. ზოგი ადვილად აღიარებს ამ ესე ვთქვათ აღსარება, ზოგი რთულად, ხო? ეხლა ყველა ინდივიდუალური არის და ესე ვთქვათ ყველა ადამიანი არ და ვერ იქნება, ხო, ერთნაირი. ხო, აი ესეთი რჩევას გავზევთ, მეგობრებო, ვინც პირველად წახვალთ და უცილებლად წადით, აი ახლა მარხვარი აღდგომის უკვე პირველი კვირა არის და აიღეთ ფურცელი, ესე ვთქვათ, დაწერეთ, გაიხსენეთ თქვენი აი ბავშვობიდან, ხო, რაც გახსოვთ თქვენი გონება, რაც ახსოვთ თქვენ გონებას, გაიხსენეთ ბავშვობიდან, ესე იგი რაც გაჩაიდინეთ ასე თუ ისნები თუ უნებლიეთ ცოდვები, დაწერეთ და რატომ? იმიტომ რომ იქ როდესაც მეწმუნეთ, როდესაც მიხვალთ, რა კი არ გაშინებთ ამით და რაღაც, რომ ვამბობ იმას, რაც არის რეალობა, რომ წინასწარ იცოდეთ. როდესაც მიხვალთ იქ თუ არ დაწერთ, ხო და როდესაც მიხვალთ მიახლოვდებით ღვთელს, მეწმუნეთ ყველაფერი დაგავიწყდებათ. აბსოლუტურად დაგავიწყდებათ ყველაფერი და ამიტომ გქონიეთ ესე იგი ფურცელზე ჩამოწერეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვობიდან რაც გონებას ახსოვს, დაწერეთ და შეგიძლიათ ესე იგი ღვთელს ან მისცეთ ეს ფურცელი თვითონ წაიკითხოს, ან ესე იგი თქვენ თვითონ წაიკითხოთ. და ეს ძალიან უფრო ესე ვთქვათ კარგი არის და ჩემი რჩევა არის. მეგობრებო, ეხლა სასულიერო პირი არის მოწმე, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო, აი თქვენი სინანულისა და ის გაგიგებთ, ხო, თქვენ. ხო ხვდებით, ეხლა ის ჩვეულებრივი ადამიანი, ცოდვილი ადამიანი არის, ხო და ასევე ისიც არის, ხო, რომ აი ეხლა პირველთან არ მიხვიდეთ, ხო, ღვთელთან, ანუ გაიკითხეთ რა, როგორი გაიარა თქვენს უბანში, ანუ რაიონში თუ ქალაქში სადაც ხართ, ხო, ან იქ მეგობარს კითხეთ, ან ნათესავს, ან ესე იგი მამაოსთან მიდით და ესე იგი ჩააბარეთ აღსარება და ეხლა არ მიხვიდეთ იქ ბერთან არ მიხვიდეთ ან ღვთელ მონაზონთან ან ეხლა მონასტერში, იმიტომ რომ ეხლა ის ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, ნუ აქვეყნია წავიდა, იმიტომ რომ საერთოდ ბერს როდესაც სხვა სახელი ენიჭება, ეს რას ნიშნავს, რომ ის კვდება ამას სოფლისგან, ესე იგი ამ ქვეყნად და ახალი სახელი ენიჭება, ანუ ის როგორც ესე იგი ვითარცა ანგელოზი არის და ეს უკვე არ არის ამ ქვეყნად და იქ არის და ამიტომ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ მიხვალთ ბერთან და ეხლა ის წოდებს, როდესაც ესე იგი ეტყვით, ნუ ცოტა ესეთი მომენტია, ხო? ამიტომ ღვთელთან ესე ვთქვათ, თეთრ ღვთელთან მიდით, რომელიც ქალაქში არის, ყავს ცოლი, შვილები, ის უფრო გაგიგებთ, რჩევასაც მოგცემთ, რა თქმა უნდა, მას პრაქტიკა აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის უფრო გაგიგებთ ორმაგად, იმიტომ რომ ისიც ზოგჯერ ისეთი ჩვენ ისეთ ცოდვები გვაქვს, მათაც აქვთ, ხო? სასულიერო პირებსაც აქვთ, ხო, ცოდვები და ამიტომ გაგიგებთ.
ხო ეხლა კიდე რა რომ არ გამორჩეს მინდა ეს თქვა ამოვწურო ეს თემა რაც შეიძლება ხშირად ჩააბარეთ აღსარება მეგობრებო არ უნდა იმის გადადება რომ აი მე ან თქვა ელოდება იქ წელიწადში ორჯერ რომ მივა ადამიანი ესე იგი ერთხელ შობას და მეორე აღდგომას რომ მივა და ესე იგი რაღაცა სიტყვის იქა ვალს როგორც ადრე ვამბობ ხოლმე ხო ეს აჰა შენ მამაო ეს ფურცელი 2 ტომი წაიკითხე და მე მანდ წავალ მარკეტში რამეს ვიყიდე და მე გამოვივლი და შენდობის ლოცვა წამიკითხე და აბა კარგად არა ეგრე არ არის ეს ასეთი არ ჩაითვლება რა თქმა უნდა გულწრფელად უნდა მოვინანიოთ გესმით და აი არ მინდოდა ამის თქმა ეხა მაგრამ მაინც კარგით ვიტყვი იმიტომ რომ თქვენ ოღონდ წადით აღსარებაზე ვინც არ გაქვთ ხო ეს ჩაბარებული არასოდეს აღსარება და თქვენ მაგრამ მე ოღონდ წადი და მე მოყვები ამას აი მე ხა მინდა გითხრათ რომ მე ალბათ არ ვიცი როდის პირველი აღსარება ალბათ ერთი 30-32 წლის უკან ჩავაბარე ალბათ რო ეხა არ მოვაკტყო ღვთისწინაში არ ვიცი რომ არ მოგატყუოთ ხო მაგრამ დაახლოებით მიახლოებით 30 წლის უკან ხო და აი დღემდე აი როდესაც ეხლა მივდივარ ხო აი დღემდე როდესაც მამაო ესე იგი ოლარს გადამიფარებს თავზე ოლარი ქვია ხო და შენდობის ლოცვას წამიკითხავს და ჯვარს ვემთხვევი და აი ის პირველი სიხარული რაც 30 წლის უკან ჩავაბარე ხო ის დღემდე მაქვს და დღემდე მომდევს და ესე იგი ჯვარსოცა ვემთხვევი შენდობის ლოცვას წამიკითხავს ხო იქ დამლოცე ვეთქვი წავალ და აი სიხარულს გზნობ მაგრამ ეს ამ სიხარულს ვერ აგიხსნით მე მართალია ძალიან ცოტა გრძელდება ეს რამოდენიმე წამი გრძელდება რამოდენიმე წამი მაგრამ ხომ არის ის სიხარული მაქვს გესმით ამას გეუბნებით და რაღაც ისე არ გამიგოთ მაგრამ ყვები რეალობას იმას ყვები რაც არის ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას მეგობრებო მე ძალიან ხშირად და რატომ ვამბობ ამას რომ ყოველთვის ერთ და იგივე სიხარული ყოველთვის და აი ეს არის და ამიტომ რაც შეიძლება მეგობრებო ხშირად ჩააბარეთ აღსარება ნუ თვეში 3-ჯერ მაინც 4-ჯერ მაინც ხო და ეზიარეთ ხო რა ვიცი ეს აღსარებაზე აი ესე და ყველაზე ესე თქვათ აქტუალური საკითხები რაც მინდოდა მე თქვა და რა ვიცი მომწერეთ კიდე პირადში ან დაწერეთ კომენტარებში შეიძლება ვიღაცას ერიდება არ ვიცი და იქ მეილი არის ჩემი მითითებული ან WhatsApp-ზე მომწერეთ და შესლების დაგავლა არად გიპასუხებთ ხო აქვე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ ნუ გწვენიათ თქვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არავის ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი შვიდაგანი ესე იგი საიდუმლო 7 საიდუმლო ერთ-ერთია და რა თქმა უნდა ღვთელს არანაირი უფლება არ აქვს გაამხილოს ეს არის უდიდესი ცოდვა და ესე იგი კიდევ ერთხელ ვამბობ შეარჩიეთ ნახეთ გაიკითხეთ გამოიკითხეთ და ესე იგი იფიქრეთ და შემდეგ გადაწყვეტეთ და მიდით არა გუშინ წინ არა ერთი წლის უკან ესე იგი აი დღეს აი ეხლა ესე იგი მორჩება ეს ვიდეო და აიღეთ ის მობილური და დაურეკეთ ეხლა გამორიცხულია ეხლა რომ ვიღაც არ გეყოლება და ან ესე იგი ოჯახის წევრი ან მეგობარი ან თანამშრომელი ან მეზობელი ან არ ვიცი მე ვიღაცა იქნება ვინც ესე იგი ასე თქვა დადის ეკლესიაში მრევლი არის ამა თუ იმ ეკლესიისა და გირჩევთ თქვა აი ეს მამაო ან ჩემ მოგიყვან ესე იგი ან მომწერეთ მე და მე წაგიყვანთ ესე იგი სადაც მე დავდივარ ჩემ მოძღვართან წაგიყვანთ და მასთან ჩააბარეთ აღსარება და მეწვნეთ არავისთან არა ესე იგი გაიწება და ასე შემდეგ მოკლედ მეგობრებო და კიდევ მინდა გთხოვოთ რომ იაქტიურეთ წერეთ კომენტარებში აი დაწერეთ თქვენი ესე თქვა გამოცდილება თქვენი პრაქტიკა თქვენი პირველი აღსარება კომენტარებში ნუ გწვენიათ ნუ გერიდებათ აი უკვე მადლობა ღმერთს აი თქვენი დახმარებით და თანადგომით რა თქმა უნდა ღვთის შეწევნის პირველ რიგში მივახცევ უკვე 10,000-ზე მეტი გავხდით ჩვენ 10,000 ვარ და
ანუ იმის თქმა მინდა რომ ვიაქტიუროთ რა მე ხა შეიძლება არ გეწყინოთ აქვე ბოდიში და ბოდიშის გიხდით თუ ყველას ესე იგი გულებს უწერ მადლობას უწერ და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ თითოეულ თქვენთან მაგრამ ყველა შეიძლება გამორჩეს მე ამიტომ გონიათ რომ რაღაც უყურადღებოდ რჩები და ასე შემდეგ კარგით და მოკლედ იაქტიურეთ, დაწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ შეიძლება თქვენი კომენტარი ვიღაცისთვის ის წაიკითხოს და ის გადაწყვიტოს, ის წავიდეს ახსარებაზე. და ეს თქვენთვის წარმოიდგინეთ როგორი მადლია, როგორი უდიდესი შეწევნა იქნება ღვთისგან და შეგიწირავთ ამას უფალი რა თქმა უნდა. გასაგებია ხო და ამიტომ იაქტიურეთ. გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მძიმე მარხვარე და სწორედ ახლა არის დრო, რომ გადადო ყველაფერი და აი შენ წახვიდე ახსარება ჩააბარო გულით, გულწრფელად და აღარ გაიმეორო ესე თუ ისოდვა ვიმეორებ რაც არ უნდა კონდეს ცოდვა ჩადენილი. ხო, მეგობრებო, აი გამახსენდა კიდე აი ესეთი რამ არის, რომ აინტერესებს ხალხო ადამიანებს, მით უმეტეს ვინც პირველად მიდის ახსარებაზე, რამდენად უნდა დავაკონკრეტო და დეტალებში უნდა თქვა. ეს იცით რა არის, საერთოდ ცოდვა არ უნდა თუ მით უმეტეს იგი მძიმეა და მომაკვდინებელი. ნუ არის სხვა ასეთი ცოდვები, ეხლა გასაგებია ხო რა ცოდვებზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, კონკრეტიკა და დეტალებში საუბარი არ არის საჭირო. გესმით? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს. დეტალებში და კონკრეტიკა არ არის საჭირო. იმიტომ რომ ესე იგი ჯერ ესეთი თქვენს პროპორციებით მღვდელიც როგორ მოსასმენია და არ უნდა ეს არავის. გასაგებია ხო? რაოდენობა ასევე და ასე შემდეგ. ნუ დანარჩენი მღვდელი თვითონ გეტყვით თქვენ და როდესაც აი თქვა დააქვს ადამიანს ესეთი რაღაცა შეგრძნება ხო აი რო თქვა ბოლომდე ვერ თქვი რაღაცა ნუ გეშინია თუ რამე იქნება ისეთი თქვა ჩასაკითხი ასე თქვა დიდი ბოდიში ვერ გამოვედი მოკლედ ამ ვირუსიდან მაბადიეთ ანუ თუ იქნება საჭირო ხო ღვთელი თვითონ ჩაგეკითხება თქვენ და ღვთელი თვითონ კითხავ თქვენ ამიტომ ამაზე ნუ ნერვიულობთ მერე იქ მოდის ესე იგი კიდე შმაკეს ხრიკები ის გეუბნება რომ აი ეს რატომ არ თქვი აი ეს უბრალოდ როგორ არ თქვი აი ეს ისე რატომ აი ეს ნიუანსები და ესე იგი ადამიანი იწყებს ფიქს რომ აი ეს რატო გამომრჩა ესე იგი ეს როგორ გამომრჩა არა ეს ყველაფერი მეწუნეთ ეს ასე თქვა წვეთი ზღვაში რაღაცა გამოსtildeება მაქვს ამ ხრივ და ამიტომ ეს ერთი ყურში შემოვა მეორე ყურში გავუშვი და აი ჯვარი და ჯვარი გადაიწერეთ ქრისტეს ლოცვა იესოს ლოცვა თქვი და ამიტომ ესე იგი გავუშვით ეს აზრები კარგი ნუ ეს რაც ახლა უცებ გამახსენდა და რა ვიცი რამე კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ რამე გექნებათ კითხვები დაწერეთ შეიძლება უცებ ვერ გიპასუხოთ მაგრამ აუცილებლად გიპასუხებთ და ასევე დავიწყო მე ახალი შორტები ასე ვთქვათ მოკლე ბლიც კითხვა პასუხები და იქ გაგცემთ პასუხში ანუ შორტებში ავტვირთავ ხოლმე და ამიტომ გამოიწერეთ არხი რომ არ გამოტოვოთ ვიდეოები და სულიერი საზრდო ყოველ დღე კიდევ ერთხელ მეგობრებო დაფიქრდით იმიტომ რომ მერწმუნეთ ადრე თუ გვიან ამას აუცილებლად წახვალთ თქვენ გადადგავთ ნაბიჯს და ჯობია ეხლა გადადგათ იმიტომ რომ ვინც ის ხვალ რა იქნება ხვალ კი არა 5 წუთში რა იქნება არავინ არ იცის ხო შეიძლება მეორედ მოსვლა იყოს ამიტომ დღეს იცხოვრეთ აი ეხლა იცხოვრეთ აი ამ წამს იცხოვრეთ აბა გაიხარეთ ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა რომ მიხვიდეთ ნუ უსმეთ ნუ რავის არავის ნუ აი გულს უსმინდეთ და წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდება უფალს და რა ზეიმი იქნება ზეცაში ანგელოზები ზეიმი იქნება და უფალს როგორ გაუხარდება თქვენ რომ გადადგავთ ამ ნაბიჯს და წახვალთ ახსარებაზე და მე ეზიარებით ვის როგორი სიწმინდე შემოვა შენ სხეულში წარმოგიდგენია შენ ან მე წარმომიდგენია
ეხლა რასაც საუბრობ. ამიტომ მეგობრებო, აი ხა რჩები მე, აღარ შეგაწუხეთ მეც და დაფიქრდით, არ უნდა რაღაც სხვა თემაზე არ გადაერთოთ, აი პირდაპირ როგორც კი ეხლა მორჩები, დაფიქრდით და დაიწყეთ ამაზე. ფიქრი კი არა, დაიწყეთ უკვე, ესე იგი აიღეთ ფურცელი დიდი და ნუ დიდი თუ პატარა ვის როგორ ნუ ბრკოდებით, ნუ გწვენიათ, ნუ გეშინიათ ეს ბოროტი, ესე იგი ბოროტის ჩაღირჩუჩულებთ ყველაფერს, ეს ის როგორ ხდება, ეს არ გაპატიებს, ეს სიცხვილია რა აშვები, ეწმუნეთ რა, ჯერ თუ ასე დაგხვდელს არა ვერაფერს ვერ გააკვირვებთ, მithumetes დღეს, ამიტომ დაუფალმა, რა თქმა უნდა ისედაც იცის ყველაფერი, მაგრამ აქ ცოტა სიცხვილე თუ იქნება, ზუსტად ამაშია თელი, ესე იგი არსი და აზრი, ხო? ნუ ეს თქვენც მოგეშვებათ ესა და მერწმუნეთ დაწერეთ მეგობრებო, ძალიან გამახარებთ მე, რა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება თუ ამ ჩემ სიტყვების შემდეგ თქვენ ერთი ადამიანი მაინც აი ამ 10,000-დან ერთი ადამიანი მაინც თუ წავიდა აღსარებაზე, რა ვიცი, აი ჩემზე ესე იგი ბედნიერი კაცი არ იქნება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა და დაგლოცოთ. მიდი, წადი, ხვალვე.